ეხლა გამოვედით პარლამენტიდან 4 საათიანი დებატები გქონდა და ეხლა გეტყვით მოკლედ რა ხდება რა სიტუაციაა. პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ ვისი მანქანების უკვე საჯარიმოზეა. ესე იგი 10 დღის შემდეგ როგორც მივიღეთ პასუხი, გექნებათ უფლება რომ მანქანა წაიყვანოთ და რაზეც გედავებიან ეგ გადააკეთოთ, გამოასწოროთ. იდეა 10 დღის, რატოა, რატო რჩება 10 დღე იქ ეგას ვეკითხეთ და პასუხი მივიღეთ ეგეთი რომ 10 დღის განმავლობაში შენ შეგვიძლია ექსპერტი მოიყვანო და ექსპერტი შეამოწმებს აი ეს რაღაც დეტალები გადაკეთებული გაქვს თუ არა და საჯარიმოზე ვტოვებთ იმის გამო რომ შენ სახლში არ წაიყვანო და არ შეცვალო სასწრაფო წესით რომ მოვატყუო რა იდეაში იდეა იყო ეგ რა ისაც ვკითხე კონკრეტულად ეხლა მე ხო კონკრეტულ ადამიანს დაუდექი მხარში და ვიკვლევდით აი ეს ბოლო მაყუჩის დამატებები აქ გაკეთებული და მაინტერესებდა იგი იყო თუ არა დარღვევა. მაგაზე მითხრეს რომ ეგ კანონ დარღვევა არ არის, იქიდან გამომდინარე რომ აუხსენეთ რომ არც ხმა აქ დიდი, არც CO მოიმატა მაგით. მაგრამ ექსპერტი უნდა მოიყვანოსო, ექსპერტიზამ უნდა დაწეროს რომ ეგ არ არის თვითნებურად გადაკეთებულიო და ექსპერტი როგორც კი დაწერს მაგ პასუხსო, ეგ ჯარიმას მოიხსნება ავტომატურად რა. აღარ იქნება ეგ ჯარიმა. საუბარი იყო ასე, ბევრ რაღაცაზე იყო ეხა საუბარი 4 საათის განმავლობაში ხო წარმოგიდგენია, მაგრამ საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე. მაგალითად, aftermarket მაყუჩები, ვისაც ეყენებათ, მაგ ადამიანებს რა ბედი ელით. ეხა უყურე რა ხდება. სანამ კანონს მიიღებენ ხმის შესახებ, კი არის მიღებული უკვე, მაგრამ საუბარი არის 2026 წლის 1 იანვარს რაც უნდა მიიღოთ. სანამ ეგ კანონი ამოქმედდება, მანამდე ეს საკითხი არის პრობლემატური რა. მაგ კანონის მიღება უნდათ 1-2 სექტემბერს, რომ გადმოიწიოს და მანამდე ვისაც შეცვლილი აქვს მაყუჩი და აი ეს ვიზუალური მხარე, ყოველთვის რისკის ქვეშ იქნებით, რომ საპატრულომ წაიყვანოს თქვენი ავტომობილი და იგივე დატრიალდეს, საჯარიმოზე გადაიყვანონ და იგივე თემა იყოს. მაგრამ როგორც კი ხმაზე კონკრეტულ დეციბალზე შევთანხმდებით, რომ აი დეციბალი იქნება ესა და ეს კანონი, თვითნებურად გადაკეთებული, რაც ნიშნავს, ხმა აღარ იქნება პრიორიტეტული რა. ეხლა უყურე როგორი რაღაცა ხდება, რომ ხმის გამო გაჩერებენ, მაგრამ ჯარიმას გიწერენ 119 პრიმა 5-ით. სხვა კანონით. მიხვდი? ხო და როგორც კი მოგვარდება ეს პრობლემა, როგორც კი ხმაზე მიიღებენ პრობლემას, როგორც შევთანხმდით და როგორც ვილაპარაკეთ, აი ეს თვითნებურად გადაკეთებული